ცოტა ხნის წინ კულტურის სამინისტროში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს. ამ პოსტზე გურამ ოდიშარიამ დირიჟორი გიორგი ჟორდანია დაასახელა. მაია ლომიძე ესწრებოდა წარდგენას. დიახ, ამიერიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს უხელმძღვანელებს გიორგი ჟორდანია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ წარადგინა გურამ ოდიშარიამ, კულტურის მინისტრმა. გიორგი ჟორდანიამ თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვით, დამწუხარება გამოთქვა ცნობილი ქართველი ტენორისა და პედაგოგის მაესტრო ნოდა რანგულაძის გარდაცვალების გამო. შემდეგ კი თავის პრიორიტეტებზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მისი მთავარი მოთხოვნა იქნება მუსიკალური პროდუქციის ხარისხი, ისაუბრა ასევე რეპერტუარის მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სოლისტებზე, უკვე მსოფლიო ოპერის ვარსკვლავებზე და მან ისურვა და პირობა მოგცა, რომ ცდილობას არ დააკლებს, რომ მათ კალენდარში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაჩნდეს. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველად ინიშნება ბატონი გიორგი ჟორდანია. ბატონი გიორგი შეერჩა ამ პოსტზე უპირველეს ყოვლისა იმ გამოცდილების მიზეზს, რომელიც მას გააჩნია. ეს არის საერთაშორისო გამოცდილება. თქვენ შესანიშნავად იცით, რომ ყველაფერი არის განვითარებადი, ყველაფერი დინამიკურად არის განვითარებადი და ჩვენ გვინდა ოპერისა და ბალეტის თეატრი გავხადოთ უკეთესი და ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე წარმოგვიდგენია. ვერ დავაკნინებ და ვერ უგულებელყოფ იმ დიდ წარმატებებს, რომელიც ჩვენ თეატრს ადრეც გქონია და ბოლო წლებში მან საკმაოდ ბევრ კარგ წარმატებას მიაღწია, მაგრამ უნდა ყველაფერი განახლდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი გზების ძიება არის საჭირო, რათა მოხდეს ამ წარმატების უფრო სრულყოფა. როგორ გაგრძელდება ურთიერთობა თეატრის ახალ მმართველსა და მის მოქმედ მთავარ დირიჟორს ჟან-ლუკა მარჩიანოსა და საბალეტო დასის ხელმძღვანელთან ნინო ანანიაშვილთან. ამ შეკითხვაზე გიორგი ჟორდანიამ გვიპასუხა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება კონტრაქტის პირობების შესაბამისად მისი ვადის ამოწურვამდე. ეს იყო მაია ლომიძე. პრემიერ-მინისტრი